ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიები ჩვეულებრივ ევოლუციური დოკუმენტებია. ტრამპის ადმინისტრაციის 2025 წლის დოკუმენტი წარმოადგენს რადიკალურ ცვლილებას. ის შესაძლოა უფრო მეტად შტატების განზრახვის განცხადებაა, ვიდრე პოლიტიკის დოკუმენტი. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ეს დოკუმენტი უფრო მისაღებად ჩანს ჩინეთისა და რუსეთისთვის, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია ევროპისთვის მკაცრ გაფრთხილებად მოსჩანს. დოკუმენტმა საბოლოოდ გააცამტვრა ილუზია, რომ ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოთქმული იდეოლოგიზირებული და ევროპის მიმართ უკმაყოფილებით დახოზულული სიტყვა შიდა აუდიტორიაზე გათვლილი იმპროვიზაცია იყო. ჯეიდი ვენსის მიერ წარმოთქმული სიტყვა უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. დოკუმენტით იქნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკა უარს ამბობს ევროპასთან საზიარო ფასეულობებზე, რომელიც განსაზღვრავდა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკას უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში. დემოკრატიის წახალისებისა და ადამიანის უფლებების დაწინაურებას, რაც გასულ ათწლეულებში ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ხაზი იყო, ახალი სტრატეგია აღწერს როგორც გლობალიზმისა და ეგრეთ წოდებული თავისუფალი ვაჭრობის ნაყოფს, რომელმაც დაასუსტა ამერიკა. უცვლელი ამერიკული ლიდერობა და ალიანსების მიმართ ერთგულება, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტი იყო, დახასიათებულია როგორც ციტატა ძირგამომთხრელი ჩვენი ერის ხასიათისთვის. ახალი სტრატეგია ასახავს დიდი მოთამაშეების მიერ ინტერესთა და გავლენის სფეროებად დაყოფილ და გადანაწილებულ მსოფლიოს, დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკის უპირობო დომინაციით. ეს არის მსოფლმხედველობა, რომლის დაწინაურებასაც ვლადიმერ პუტინი ბოლო 20 წლის განმავლობაში ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის მიხედვით ვაშინგტონმა არ უნდა დაუშვას მეტოქეების გლობალური და ზოგ შემთხვევაში რეგიონალური დომინაციაც კი, იმავე დოკუმენტით დაუშვებელია ფინანსური და ადამიანური რესურსების მოცდენა ასეთ მცდელობებზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ დოკუმენტის არაკონფრონტაციული ტონით კმაყოფილები არიან ჩინეთში. ახლო აღმოსავლეთში აფრიკასა თუ სხვაგან მოკალათებული ავტოკრატიებისთვის მისასალმებელია ლიბერალური ინტერვენციონალიზმის დაღმასვლა. ამ ავტოკრატიების პროდემოკრატიულად განწყობილი მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც ახალი სტრატეგია მთავარი ქომაგის დაკარგვას უტოლდება. ევროპელი ლიდერებისთვის ყველაზე შემაშფოთებელი სტრატეგიის ის ნაწილია, რომელშიც ევროპა დახასიათებული არა როგორც ერთობლივი ფასეულობების მქონე და ინსტიტუციების მიმართ ერთგული მოკავშირე, არამედ მოწინააღმდეგე და შესაძლოა როგორც საფრთხე. ევროკავშირი დადანაშაულებულია პოლიტიკური თავისუფლებებისა და სუვერენიტეტის მტრობაში. ასევე არის აბსურდის ელემენტიც, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელშიც სუვერენიტეტის დაცვის მოტივით სტრატეგიის ავტორები მხარდაჭერას ახორთქვამენ ევროპის ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს, რაც თავისუფლად შესაძლოა კვალიფიცირდეს როგორც სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. როგორც არ უნდა იყოს, სტრატეგია წარმოადგენს ფუნდამენტურ ცვლილებას, რომლის საფრთხეზეც ევროპაში დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ზედმეტად დიდხანს არ უსწორებდნენ თვალს. ამ ფუნდამენტური ცვლილების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვერპლი შესაძლოა უკრაინა აღმოჩნდეს, რომელიც დოკუმენტის მიხედვით ადრე თუ გვიან იძულებული იქნება შეეგუოს ციტატა ახალ სტრატეგიულ ბალანსს რუსეთთან. მოგესალმებით, მე აკაზარ ქუა ვარ, ეს რეალ პოლიტიკაა და ვაგრძელებთ ჩვენს ექსპერიმენტალურ რუბრიკას, რომლის ფარგლებშიც ვსაუბრობთ გასული კვირის მთავარ მოვლენებზე და ამ მოვლენების შესაძლო შედეგებზე. უსვლელი შემადგენლობით მივესალმები გიორგის, ჩვენს ჟურნალისტს გიორგი ლოაძეს. გიორგი, მოდი მოკლედ დავახასიათეთ ამ შესავალში შევეცადე რომ დავახასიათებინე სტრატეგია, მაგრამ მოდი შენს კითხავ, რა მიიქცია შენთვის, შენი ყურადღება ყველაზე მეტად ამ ასე რომ ვთქვათ რევოლუციური ამ შემთხვევაში სიტყვის ცუდი გაგებით დოკუმენტიდან. მოგესალმები, აკა, პირველ რიგში ეს არის იმ ყველაფრის ასახვა, რა იდეებითაც და რა იდეოლოგიითაც მოვიდა ხო ეს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში. და გაიმარჯვა, ანუ ეს გასაკვირი არ არის, გასაკვირია ის, რომ ეს ყველაფერი ჩაიწერა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, იმიტომ რომ ეს არის რესპუბლიკური პარტიის მანიფესტი, რასაც ვკითხულობთ ჩემი მოსახედიდან და აქ ბევრი ისეთი რაღაც წერია, რომელიც საერთოდ რატომ უნდა ეწეროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, ბად ეგეთი საკითხები მე პირადად ვერ ხვდები და ბევრისთვის გასაკვირია ალბათ, იმიტომ რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ეფუძნება უფრო ისეთ თემებს, ხო, რაც ეს ეხება უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას და ასე შემდეგ. ამას გამაკვირვა და უბრალოდ არ გამაკვირვა, მაგრამ უცნაურია ის, რომ საუბარი იქ ცენზურაზე სოციმედიაში და ასეთ საკითხებზე და ამაზე აკრიტიკებენ ევროპას. კი ბატონო,
არის მართლაც შემთხვევები, როდესაც ბრიტანეთსა თუ გერმანიაში თუ სხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის დევნა იწყება ადამიანების მიმართ, როდესაც საუბარია ქსენოფობიაზე, ზიზღის გაღვივებაზე და ასე შემდეგ და ასე ვთქვათ, ამერიკული გადმოსახედიდან, სადაც აბსოლუტური სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების კონცეფცია დაცულია პირველი შესწავლებით კონსტიტუციის, ეს უცნაური და მიუღებელია. მაგრამ ამ თვალსაზრისით არ არის რუსეთის კრიტიკა, ამ თვალსაზრისით არ არის ჩინეთის კრიტიკა. როდესაც ვსაუბრობთ სოციმედიაში ცენზურაზე და აკრძალვაზე, ყველაფერი აკრძალულია რუსეთში და ჩინეთში, ხო? მათ შორის თავად ეს პლატფორმები. და კირილ დიმიტრიევი საფრანგეთში დარეგისტრირებული VPN-ით წევს Twitter-ზე, Twitter-ს, ხო, და Instagram-ზე კიდე რაღაც საოცარ მუსიკებს ადებს, მისი შეხვედრის ვიდეოებს, ბასტას. კი, ნამდვილად გირჩევთ, რომ გადაავლოთ თვალე კირილ დიმიტრიევის Instagram-ს და მისი შეხვედრის კადრებს. კუშნერთან თუ ვიტკოვთან ამ მუსიკები ადებს საუნდტრეკად. საინტერესო აკაუნტია. ხო, ნუ ეს ყველაფერი არის, არ ვიცი რა დავარქვა, მას სევდიანია ჩემთვის ამის ყურება და სამწუხაროდ არიან. და თუ რამე დამაკლდა იყო რუსეთის კრიტიკა, ხო და ჩინეთისაც მათ შორის, იმიტომ რომ მე მგონი ამერიკისთვის თავისი სტრატეგიული საფრთხეები ეს ორი სახელმწიფოა და არა ევროკავშირი. კი. რაც შეეხება სხვა დეტალებს, თავარი ალბათ აქ არის ის, რომ რაც ისედაც ვიცოდით, რომ ნატო აღარ გაფართოვდება ამის დეკლარირება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, იმიტომ რომ ხო, თუმცა თავად ეს დეკლარირება ძალიან მნიშვნელოვანი მაილსტოუნი არის, ხო? ასევე ისიც ხრება, რომ ჩვენთვისაც ახლა ქართველებისთვისაც ხო ნატოში გაწევების სწრაფო კონსტიტუციაში გვიწერია 2002 წელს თქვა პირველად ედუარდ შევარდნაძემ ჩვენ გვაქვს სურვილი ნატოში შევიდეთ. შემოვედი რომ დაკარგუნებით არ დამიკარგუნებინა. Well, I came here. და სადღაც 2008 წელს აგვისტოს ომამდე ქართულ პოლიტიკურ საგარეო პოლიტიკაში საქართველოს მთავარი თემა ეს იყო და ძალიან განვიცადეთ თქო ქვეყანამ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ის გადაწყვეტილება, როდესაც მაპი არ მოგწეს და NATO Secretary General Yapto Hope-Skeffer opened the session with brief. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მაპის ამოცემა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც რუსეთს გაუმარტივდა ომის დაწყება. ნუ არის კიდე საპირისპირო ხედვაც, რომ პირიქით ამან პროვოცირება გაუკეთა რუსეთის გააგრესიულობას. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში მოდი ასე ვთქვათ, ბუქარესტის სამიტმა დაგვტოვა ყველაზე ცუდ სამყაროში, ხო, როდესაც სამიზნე დაიხატა ჩვენ ზურგზე და ვერანაირი დაცვა ვერ მივიღეთ საპირისპირო. ხო, და ეხლა საით მივდივარ ბუქარესტი რატო გავიხსენე. მაშინ ამერიკას ყავდა რესპუბლიკელი პრეზიდენტი, რომელიც იყო მთავარი ლობისტი საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების სწრაფვისკენ და შეიძლება მაშინვე ვერ გავხდარიყავით წევრები, მაგრამ აქტიურად ლობირებდნენ ამას აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან ერთად და მთავარი სკეპტიკოსები იყვნენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია. დღეს ყველაფერი პირიქით არის, ხო? დღესაც ამერიკას ყავს რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ოღონდ ეს არის აბსოლუტურად სხვა რესპუბლიკური პარტია. მნიშვნელოვნად შეცვლილია მისი ელექტორატიც, ახლა ელექტორალურ უკას უნდა ვხედოთ და დემოგრაფიაში შევიდეთ, სხვა ელექტორატი ყავს და ეს ხო, ანუ ახალი კოალიცია. ახალი კოალიცია აბსოლუტურად ვიზრე დავუშვით 2004-ის ბუშის კოალიცია იყო. და პირიქით დღეს არის დემოკრატიული პარტია უფრო ამ ტრანსატლანტიზმისკენ მიდრეკილი და მომხრე ამის, უფრო მეტად პარტნიორობის მომხრე ნატოს წევრ ქვეყნებთან. და მეორეს მხრივ ხედავთ იმას, რომ ეს რესპუბლიკური პარტია მოკლედ მთლიანად მოექცა იზოლაციონისტურ ბანაკის ხელშია, არ თამამად შეიძლება ითქვას. არიან იქ თითქოს ფიგურები, რომლებიც ამას აზიარებენ. ეხლა არ ვიცი ისინი გულის სიღრმეში რას ფიქრობენ, მაგრამ საჯაროდ ყველაფერს ადასტურებენ და მიყვებიან ამ ხაზს და თან ეს არა ისეთი ტიპის ადმინისტრაცია, სადაც ვინმე რამე ღია წინააღმდეგობას გამოთქვამს, იმიტომ რომ ახლა ერთი ქალბატონი გამოჩნდა ოდიოზური კონგრესმენი მეჯორი ტეილორ გრინი, რომლისგანაც ფოტოშოპს არავინ არ ელოდა, რომ ტრამპს დაუპირისპირდებოდა, მაგრამ მისი კარიერაც დასრულდა ამ ციკლში და კი, სხვა შორის კარგი თემა არის, ზოგადად საომალოდაც შეგვიძლია გავაკეთოთ აი ამ მაგაში მიმდინარე განხეთქილებებზე, რომელიც უფრო და უფრო მეტად ჩანს. იქნება, როდესაც პრაიმერები დაიწყება არჩევნების და უფრო გამოჩნდება. ხო, ეხლა ამ სტრატეგიას რო დავუბრუნდეთ, ნატო მგონია მე ერთ-ერთი მთავარი თემა, ამის გარდა ის რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ გვხვდება დიდი კრიტიკა ჩინეთის და რუსეთის. პირიქით, რუსეთთან ურთიერთობები დანახულია როგორც
შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც აქამდე ვერ იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატები და თითქოს უიტკოფმა და ტრამპმა აღმოაჩინეს, რომ რუსეთთან ვაჭრობა და რუსეთის ენერგორესურსებში ამერიკული კომპანიების შესვლა შეიძლება და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ამ სენტიმენტზე რუსებიც აქტიურად თამაშობენ და ეხმარებიან და მე მგონია რომ ესეც მნიშვნელოვანი ეს არის ცვლილება და გარდატეხა, იმიტომ რომ არ ვიცი, მე მგონი ყველა ხვდებით, რომ ამერიკისთვის თავი საფრთხე ეს ორი სახელმწიფო. და მოდი ესე ვთქვათ, ახლა ეს რომ შევადაროთ ეს ტექსტი და ამ ტექსტის მთავარი თეზისები შინაარსობრივად ვთქვათ, და დავადაროთ 2007 წლის იგივე მიუნხენის გამოსვლას, ცნობილ გამოსვლას მიუნხენის კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინის. Бы не украшали этот термин, он в конечном итоге означает на практике только одно. Это один центр власти, один центр силы, один центр принятия решения. Это мир одного хозяина, одного суверена. მე ვჭვიმაქ რომ ბევრი დამთხოვა იქნება. ეს კომა პირდაპირ თქვა ჩვენთვის ძალიან მისაღებია ეს სტრატეგია ჩვენს ხედვასთან თანხმდაშია ეს განაჩენია ჩემი. კი, ანუ აქ აი მოკლედ რო თქვათ, ახლა თუ უფრო ცლად გაინტერესებთ ჩვენ გვაქვს ამაზე მომზადებული მასალა და მითითებული იქნება ამ ვიდეოს აღწერაში ბმული, მაგრამ მოკლედ რო თქვათ, რა წერია, ხო, რუსეთი აი წინა 2022 წელს გამოქვეყნდა ბოლოს ესეთი დოკუმენტი ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში. იმ დოკუმენტთან შედარებით ეს არის უფრო შეკვეცილი, ის 48 გვერდიანი იყო, ეს 33 გვერდიანია და რუსეთზე აი თუ 2022 წელს თქვათ რუსეთი იყო ცენტრალურ საფრთხედ დასახული აი ამ სტრატეგიულ დოკუმენტში. ეხლა რუსეთზე ცალკეული ქვეთავიც გამქრალი არის დოკუმენტიდან და რუსეთზე საუბარი არის მხოლოდ იმ ქვეთავში, რომელიც ეხება ევროპასთან ურთიერთობებს და აი ევროკავშირს. და პრაქტიკულად არც ერთ მომენტში არაა დახასიათებული როგორც აგრესორი, რაღაცა ვთქვათ თავდამსხმელი უკრაინაზე ასე შემდეგ. და ერთადერთი ვთქვათ კრიტიკული რაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ ამ სტრატეგიიდან არის ესეთი ფრაზა, რომ ბევრი ევროპელი რუსეთს მიიჩნევს ეგზისტენციალურ საფრთხედ. ანუ ეს არის ვთქვათ რაც ის კრიტიკის მაქსიმუმი, რაც ამ დოკუმენტში რუსეთთან მიმართებით გვხვდება. სხვა რეგიონებზეც რო ვთქვათ, ჩინეთზე, რომელიც მაინც ცენტრალურ გამოწვევადაა დასახული ამ დოკუმენტის მიხედვით, მაინც შენარჩუნებულია, მე ვიტყოდი ესეთ ნელთბილი ტონალობა. ეს ტაივანის საკითხი, რომელიც ცენტრალური საკითხი არის, ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ესწრაფვის ტაივანის დამოუკიდებლობას და უბრალოდ არ ესწრაფვის ცამხრივ ცვლილებას ტაივანის სტატუსში, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, მაგრამ ასევე დასახელებულია, ანუ ნათქვამია, რომ ისინი აქცენტი გაკეთებული არის არა იმაზე, რომ ისინი დაიცავენ ტაივანს, არამედ აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ არ უნდა მოხდეს ამ ვითარების ესკალაცია სამხედრო დაპირისპირებაში. ეს არის ცენტრალური მიზანი ამ სტრატეგიის მიხედვით, რაც შეეხება ვთქვათ ახლო აღმოსავლეთს. ახლო აღმოსავლეთი განხილულია, რომ ვთქვათ ის პერიოდი, როდესაც ჩვენთვის ეს რეგიონი თამაშობდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენდა, წარსულს ჩაბარდა. ეს სტრატეგიული ინტერესი გასულ აწლეულებში უკავშირდებოდა ენერგეტიკულ რესურსებს, რომელიც ამ რეგიონში არის. ჩვენ ახლა უკვე ენერგეტიკულად თვითკმარები ვართ, ექსპორტიორებიც ვართ, ამიტომ ახლო აღმოსავლეთი უნდა განვიხილოთ როგორც ინვესტიციების, მეგობრობის და თქვათ რაღაცა ესეთი საერთო პროექტების ადგილი ამ სტრატეგიის მიხედვით და ასევე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ამ რეგიონთან მიმართებით არის ის, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დემოკრატიის წახალისება და ჩვენი პოლიტიკური სისტემის და ფასეულობების თავსმოხვევა ამ რეგიონის ქვეყნა მათთვის ჭკუის სწავლება მარტივად რო ვთქვათ და მაგრამ თუ ეს რაღაცა პროდემოკრატიული ცვლილებები ამ რეგიონის რომელიმე ქვეყანაში მოხდება, ჩვენთვის ეს მისასალმებელი იქნება, მაგრამ ჩვენ არ დავკავდებით ამის წახალისებით. ხო, ანუ ეს საუბარი არის იმაზე, რომ რეალურად ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ამ ადამიანებისთვის რაღაცა ეს ჩვენი სისტემის და რაც არის იმასთან უნდა ვიმუშაოთ და იმასთან უნდა ვიმეგობროთ და ამ ნაწილში თქვათ ეს ტრანზაქციულობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას ახასიათებს, ძალიან გაშიშვლებული ტრანზაქციონალიზმი, ხო, რომ აი ჩვენ მზად ვართ, რომ უბრალოდ ესე ყველაფერი თვლითაა და ჩვენ მზად ვართ, რომ აი ამ რეალობაში და ამ ფასეულობებით ვიხემძღვანელებთ პოლიტიკის წარმოებისას. კიდევ ერთი რეგიონი, რომელზეც მთავარი აქცენტი არის გაკეთებული ასევე
აი დომინაციის თვალსაზრისით ეს არის დასავლეთ ნახევარსფერო, სადაც თქვათ ეგ ნახსენებია ესეთი ფრაზა ტრამპის დანამატი მონროს დოქტრინაზე, ხო თითქოს რაღაც აი მონროს დოქტრინასთან ხდება დაბრუნება და ამერიკა აი ამ დასავლეთ ნახევარსფეროში უნდა გამაგრდეს და არ უნდა დაუშვას თქვათ რაღაც ძირითადი მეტოქეების შესვლა ამ რეგიონში. ეს არის თქვათ რეგიონების მიხედვით რომ გავიდგინოთ ესეთი ის არის და შემკვრელი ჩემი აზრით რაც იყო ეს არის ფრაზა იმის შესახებ რომ ფოკუსირება ყველაფერზე ნიშნავს ფოკუსირებას არაფერზე. ეხლა ჩვენ საუბრობთ ტრამპის ტრანზაქციონალიზმზე, იმაზე რომ ის თქვათ რაღაც ხშირად პერსონალური თქვათ თუნდაც ანგარების მოტივით იღებს რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხვდებით რომ რაღაც მომენტებში შესაძლოა ამერიკის სახელმწიფო ინტერესები არ მოდიოდეს თანხმდრაში ტრამპის პერსონალურ ინტერესებთან. ეს სხვა საკითხია, მაგრამ ცოტა ღრმად რო შევიდეთ ამ საკითხში და თქვათ წარმოვიდგინოთ რაღაცა ინტელექტუალური დებატი აი ამ სტრატეგიის ირგვლივ. ხო, ჩვენ მათ შორის წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ამის შესახებ თქვათ და საუბრობდით იმ კონტექსტში, რომ აი რითი არის გამოწვეული ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით და მაშინაც ვისაუბრებთ ამ შიდა სკოლაზე და დღესაც მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ მანამდე მინდა კითხო, რა რეაქცია მოყვა ამას, რუსეთის რეაქცია უკვე ახსენე, რა რეაქცია მოყვა ამ სტრატეგიას ევროპაში და ჩინეთში და სხვაგან ხო ან რა მოხდა თვალში რუსეთისგან მოხდა პესკოვმა შეაქო და მოეწონა ასევე მომხდა ძალიან საინტერესო კარგი განცხადება გაკეთა ფრიდრიხ მერცმა როცა თქვა რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა კარგია მაგრამ ამერიკა მარტო არ ამგონია ამერიკის ინტერესებში შედიოდესო და კიდევ უფრო მიანიშნა რომ ეს სტრატეგია რეალურად იზოლაციონისტურია და არ უზრუნველყოფს არაფერს კარგს ამერიკისთვის. მთელი ევროპის მასშტაბით პრინციპში ეს განწყობა იყო, რომ ეს სტრატეგია ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ნატოს აქვს, რაც უკრაინაში ომის სახით აქვს მთელ სამყაროს, ასევე თავად ამერიკისთვისაც დამაზიანებელია. ჩინეთის რეაქცია არ მინახავს, ამიტომ ვერაფერს გეტყვი. და რეაქცია არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად ხდება იმის დეკლარირება, რაც აქამდეც ვიცოდით და ალბათ აქ უფრო მთავარი ეს არის, რომ ეს რეალობის უარყოფის რეჟიმი სრულდება, რომელიც უკრაინაშიც ვერს ქონდა და ევროპელი საქართველოშიც რაღაცაზე შეიძლება დავეყოლიოს ტრამპი, ან ტრამპი შეიძლება გაბრაზდეს თუ პუტინი კიდე დაგვამბობს კიევს და ეს მისი მოთმინების რესურსი ამოიწურება. ან მართლა ორი კვირაში გავა ეს დედლაინი, როცა მართლა სანქციებს დააწესებს, რეალურ სანქციებს და ასე შემდეგ და ეს იწურება და ამის მერე რა ვქნათ ეს კითხვა ჩნდება და ეს კიდევ უფრო მძიმე კითხვაა, იმიტომ რომ არავინ იცის რეალურად როგორ შეიძლება ამერიკის ჩანაცვლება ამ მიმართულებით. თან ესეც მოკლევადიან პერსპექტივაში, ხო? პერსპექტივაში და ეხლა აქ ორი ფაქტორია. პირველ რიგში ამერიკა გვყავს ჩასანაცვლებელი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, ხო? ჩვენ რეალპოლიტიკაზე გამოვაქვეყნეთ კიელის ინსტიტუტის მონაცემები უკრაინის დახმარების თვალსაზრისით რა ხდებოდა წლების განმავლობაში. ამერიკა იყო სადღაც ნახევარი ან ზოგჯერ 2023 წელს ნახევარზე მეტი ჯამური დახმარების, რასაც უკრაინა იღებდა. ერთი არის ის, რომ შეძლოს უკრაინის დახმარების გაგრძელება იმ დონეზე, რომ ფრონტის ხაზის შენარჩუნება მოხერხდეს და მეორე უფრო გრძელვადიანი, ხო, რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამერიკული ადმინისტრაცია სიტყვაზე 3 წელია, მაგრამ თუ დაუშვათ კიდე ერთხელ რესპუბლიკელებმა მოიგეს და ეს გრძელვადიან სტრატეგიად ექცა ამერიკის შეერთებული შტატების, მე როგორ უზრუნველყოფთ ევროპის უსაფრთხოებას რუსეთისგან, ზოგადად ვინ შეიძლება როგორ იმუშავებს ეს ახალი სისტემა, არქიტექტურა და აქთან ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ თუ კი თქვათ ევროპაში 2016-დან 20 წლამდე არსებობდა განცდა, რომ ეს რაღაც აბერაცია არის ტრამპის სახით მოსული ამერიკის ხელისუფლებაში, რომელიც არ განმეორდება, თქვათ რაღაც ამოვარდნილი არის ზოგადი პატერნიდან. უკვე 4 წლიანი პაუზის შემდეგ ტრამპის მეორე დარჩევა, აი სერიოზულ, მათ შორის ელექტორალურ ასეთ რაღაცა ფასეულობით ძვრებზეც მიუთითებს, ხო? ხო, და ეს უნდა ვთქვათ, რომ ეს მეორე ვადის სტამპი ბევრად უარესია, ვიდრე პირველი ვადის სტამპი, მიუხედავად ყველაფრისა, რაც პირველ ვადაში იყო, იმიტომ რომ ტრანსატლანტიკურობის თვალსაზრისით განსაზღვრული დღის წესრიგით არ მოსულა ამ თვალსაზრისით, ქონდა სკეპტიციზმი, რა თქმა უნდა, თუმცა ისე მოხდა მაშინ, რომ სულიად სხვა გარემოცვა ყავდა და ეს მისი სიცარიელე უფრო ესტაბლიშმენტურმა შეავსო და იქ იყვნენ
კელი, ბოლტონი, პომპეო, ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი, რომელიც მაშინ მის განწყობას ეს ხალხი განსაზღვრავდა. ეხლა პირიქით ის მოვიდა არსებული პოლიტიკური ჩამოყალიბებული ფილოსოფიით, განწყობით, კაცად იზოლაციონისტურით და ეხლა მისი გარემოც უკვე პირიქით თამაშობს მის კეთილგანწყობას და განსხვავებულად, რა თქმა უნდა, არავინ არ აფიქსირებს, ომს გააჩნდეს. აქედან გამომდინარე მოვედით აქამდე და ეს ყველაფერი ძალიან დიდი გამოწვევა ევროპისთვის იმ ფაზეში, რომ ერთ-ერთი რამაც გამაკვირვა სიმართლე რო გითხრა ევროპის ნოტაზე რო თქვა, იყო ღიად არ გამოხატავდნენ იმდენად კაცად ამასა. ხო, აი ეს ყველაფერი გასაგები არის თქვა, იმას გვისაუბრია, რომ რითი არის განპირობებული, რატო ფიქრობენ, რომ თქვა ეხლა შიგნით ჩაკეტვის და გამაგრების დრო არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ ყველაფერზე რაღაც არგუმენტების მოძებნა შეიძლება ჩემი აზრით, მაგრამ რასაც ვერ უძებნი ახსნას, ეს ტონი ევროპის მიმართ, რომელიც არის რაღაცნაირი როგორც მინიმუმ თუ მტრული არა, ზადბესე წინააღმდეგობით გაჟღენთილი რაღაცნაირად, უსიეთე უკმაყოფილოებით. ახლა ახსენეთ იგივე ვესის გამოსვლა, ხო, რომელიც თქვა ჩაითვალა და ესე შოკის მომგვრელი გამოსვლა იყო, მახსოვს თებერვალში ეს გამოსვლა. I worry the most about vis-a-vis Europe is not Russia, it's not China, it's not any other external actor. And what I worry about is the threat from within. ევროპაში მაშინ რეაქციებიც მოყვა თან თუ გახსოვს იქ იყო რომ არ შეხვდა მერცს და შეხვდა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე AfD-ს ლიდერს და AfD-ს ლიდერის შემოყვანას ითხოვდა ამ კონფერენციაზე და არ მისცეს უკვე. კი. ხო, აი ეს იქ თქვა, იქაც შოკის მომგვრელი იყო, მაგრამ ამის გადატანა უკვე დამაუწყეს. ეს საერთოდ პარადოქსია, AfD-ს უჭერენ ხარ, რომელიც აი არანაირად არ იზიარებს მათ შორის ტრამპის პოლიტიკას, იმიტომ რომ AfD-ს მთელი რიტორიკა დგას, რომ ეკონომიკა იმიტომ არის თუ მდგომარეობაში, რომ რუსულ გაზზე ვთქვით უღარიო და მე რაც მახსოვს ის არის, რომ ტრამპი 2017 წლიდან ეძახდა, რომ Nord Stream-ი არ უნდა აშენდეს. და დაასანქცირა. ეხლა მას შემდეგ რაც როგორც იქნა გერმანია მოაერთო გერმანულ გაზზე, ეს ჩანაცვლა ამერიკული თხევადი გაზით და კატარული თხევადი გაზით ძირითადად, რომელიც ბევრად ძვირია რუსული და გამოიწვია პრობლემების დის და ინდუსტრიის მოქრება. პრაგმატულად ტრამპის ადმინისტრაციას არ აწყობს AfD ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ისევ დაიწყებს ამ რუსული გაზის შესყიდვას და ამერიკას შემოსავალს დაკარგავს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაგრამ ამ კულტურულ ომებში არიან მოკავშირეები. ხო, აი ამ ანტიმიგრაციული ამ გამოხატვის თავისუფლების ნაწილში პროისრაელია ორივე და ასე შემდეგ და ეს ხდება მთავარი თემა და ყველაზე დიდი უბედურება ჩემი აზრით არის რომ შიდა პოლიტიკური ხედვები და საკითხები გადმოაქვთ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში ამ ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციასაც არის დაუშვებელი შეცდომა, იმიტომ რომ ესე ფასეულობითი ბმით სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება, ოღონდ ფასეულობითი მასში არ იგულისხმება ზოგადად დემოკრატიული ფასეულობები და ასე. მაგას ღირებულები. მაგას გაგებით რა არის? ეს ღირებულები. ხო, აი ეს. ხო, აქ თავარი ეგ არის ჩემი აზრით, რომ თან ეს სტანდარტები ვრცელდება მხოლოდ ევროპაზე. არ ვრცელდება კატარზე, საუდის არაბეთზე, ჩინეთზე, რუსეთზე. ამას ეს არ გვაინტერესებს. ორმაგი სტანდარტის ელემენტი არის ნახდად და მე რამაც გამაკვირვა ეს იყო ეს ის კი არა რომ ვთქვათ, გასაგებია რომ ევროპა ბევრ რამეში შეიძლება გააკრიტიკო, ხო და მათ შორის ვთქვათ, იგივე იმ კრიტიკის ნაწილი რაც ამ დოკუმენტში არის, შეიძლება ვთქვათ რაღაცნაირად ვალიდური იყოს, მათ შორის ვთქვათ ჭარბი რეგულაციების გათვალისწინებით, რაც ევროკავშირში არის და ეს ყველაფერი ეს პრობლემები კარგად არის აღწერილი თვითონ ევროკავშირის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელსაც დრაგის ანგარიში დაერქვა და აი ეს რეფორმების ჩამონათვალი არის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, მაგრამ აქ რაც შოკის მომგვრელი იყო, არის ეს როგორ ვთქვა, ფასეულობითი დაპირისპირება ევროკავშირთან. სადაც წარმოდგენილია, რომ ევროკავშირი ამ სტრატეგიის მიხედვით ევროკავშირი დაუპირისპირდა ერთდროს მათ ერთობლივ ფასეულობებს და გადაუხვია სწორი გზიდან და ამ ყველაფრის უკან დგას აი ეს ჩემი აზრით ცენტრალური წარმოდგენა, რომ ევროკავშირის ეს ყველაზე დიდი ქვეყნები არის ერთი საარჩევნო ციკლით უკან ამერიკაზე. ის რაც ამერიკაში უკვე მოხდა 4 წელიწადში უნდა მოხდეს გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და ასე შემდეგ. ეს არის ჩემი აზრით მათ შორის იმ ბანაკის ხედვა JD Vance-ის და იმ ხალხის ვისაც ამ სტრატეგიის ავტორებად მოიაზრებენ თავის მხრივ და რა თქმა უნდა უცებ აღმოჩნდა რომ თქვათ რაღაცა ეს მაგასთან თვითონ მაგა იდეოლოგიასთან დაპირისპირება, რომელიც თავის მხრივ
არ არის ხო თქვა ის იდეოლოგია, რაც ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებულ აი ამ ტრანსატლანტიკურ ალიანსში, ხო? ანუ ეს უკვე რაღაცნაირად როგორ თქვა გლობალიზაციაზე განაწყენებული ხალხის იდეოლოგია არის, ხო, რომელიც წარმოადგენს, რომ აი ეს გლობალიზაცია სინამდვილეში ჩვენთვის იყო ძირგაუმთხრელი, ჩვენთვის დამაზიანებელი იყო. ის პროცესი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ ეკონომიკურად, ამან ჩვენ დაგვაზიანა, ჩვენი დეინდუსტრიალიზაცია გამოიწვია და ეს იყო უვარგისი ელიტების ბრალი, ეხლა მოვიდა სწორი ელიტა და ამ ყველაფერს გადააწყობს სწორ რელსებზე. ეს არის მათი წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ აქაც ძალიან ბევრი როგორ თქვა, არათანმიმდევრულობაა, ხო, ხა, ჩემთვის მაგალითად გაუგებარია, რაც ამ სტრატეგიაში იკითხება, რომ თითქოს ევროპა დადანაშაულებულია რაღაცნაირ ვოუკიზმში, რომელიც თქვა შიდა ამერიკული კულტურული ომებში აი ამ რესპუბლიკური ბანაკის, მაგა ბანაკის მთავარი მტერია. მაშინ როდესაც ეს ვოუკიზმი ხა ნუ გავიგებ იმას, რომ თქვა შეიძლება ფუკოს ნაშრომებმა რაღაცა ბაზა შექმნა იმისთვის, რაც შემდეგ ვოუკიზმად გარდა იქნა, მაგრამ ეს ვოუკიზმი ორგანიზებულ ესეთ ინტელექტუალურ სკოლად ჩამოყალიბდა სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში და რეალურად ამ დროის განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში მემარჯვენე ბანაკმა ვერ შეძლო საპირწონე არგუმენტების მოშველიება და აი ამ ვოუკიზმის თქვა დაღმასვლა სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ისინი თქვა დაუკრაფავში გადავიდნენ, ხო, როდესაც თქვა მათ მიერ შემოთავაზებული იდეები ზედმეტად მიუღებელი გახდა თქვა რაღაცნაირი middle class-ისთვის, ხო, ან თქვა არაურბანული მოსახლეობისთვის. ესეც კულტურული ომების ნაწილია და მოწინააღმდეგე მხარეს დემონიზების კარგი სტრატეგია, რომელმაც წარმატებით იმუშავა, მაგრამ აი კარგად აღნიშნე ხე შენ ესე ევროპასთან ეს ყველაფერი რა შოშია გასაგებია იქაც არიან უკები და რა თქმა უნდა და ბევრი კრიტიკა ლეგიტიმური არის რა თქმა უნდა ლიბერალებიც არიან მაგრამ როცა შენ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას წერ ეს რატო არის განსხვავებული საკითხი ან საერთოდ რატო ერევი იმ ქვეყნის არჩევანში ნუ ანუ სუვერენიტეტს როცა სუვერენიტეტის დროშით მოდიხარ ხო სუვერენისტების ინტერნაციონალის შექმნის ხო ანუ აი და მე მგონია რომ ეს აქ მიდის მოდელზეა საუბარი და ეს სუვერენისტები არიან ნაუროცკი პოლონეთის პრეზიდენტი ორბანი და ასე შემდეგ ხო ანუ კარგი ევროპა ესე რომ ვთქვათ მათი გაგებით მაგრამ აქაც მივდივართ რეალურად აი მე მანდვარ რომ მიუხედავად იმისა რომ შეგიძლია რომ ეს სტრატეგია ახსნა იმ ტრამპის პერსონალური ხასიათით მისი ბიოგრაფიით და ასე შემდეგ მე მგონია რომ ეს მაინც არ არის საკმარისი და საჭირო არის ვთქვათ უფრო შორეულ წარსულში გახედვა იმის დასანახად თუ რა ყვებავს და რაზე არის დაფუძნებული რა საარგუმენტაციო ბაზაზე არის დაფუძნებული ეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მიუხედავად იმისა რომ ხა ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია უნდა ვთქვათ რომ მაინც ეს იცვლება ხო ეს არის რაღაც ქვაში ნაკვეთი ხო ანუ 2022 წელს თუნდაც სხვა რაღაც ხდებოდა ეხლა სხვა რაღაც ხდება მაგრამ და ზოგადად ხედვას მათ შორის შენაღნიშნე რომ ვთქვათ რაც დაპირება რა დაპირებითაც მოვიდნენ იმ დაპირებების გაგრძელება და ასახვა არის ეს დოკუმენტი ხო ანუ ამ თვალსაზრისით პატრიოტული ხალხი არის არ იტყუებიან ხო ანუ ეს მომენტი არის ნამდვილად მაგრამ უნდა ვთქვათ რომ თვითონ აი ეს ახლა ჩვენ შესავალს ვახსენეთ რომ ამერიკა თვითონ ვარს ამბობს აი ფასეულობებზე რომელიც 80 წლის განმავლობაში იყო საფუძვლად ედო მის საგარეო პოლიტიკას მაგრამ ეს საგარეო პოლიტიკაც მაინც მნიშვნელოვნად იცვლებოდა ხოლმე ხო თქვა ადმინისტრაციიდან ადმინისტრაციამდე ეპოქიდან სხვა ეპოქაში ეს იცვლებოდა რა თქმა უნდა და იცვლებოდა პრიორიტეტებიც ხო მათ შორის და აქედან გამომდინარე აი მაგალითად რო ავიღო თქვა იყო პერიოდი როდესაც ეს ცნობილი თეორია საბჭოთა კავშირის შეკავების რომლის ავტორიც იყო ჯორჯ კენანი მას ჰქონდა განსხვავებული ხედვა თქვა იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს ეს შეკავება როგორ უნდა ვაწარმოოთ ეს შეკავება ის წინააღმდეგი იყო რომ თქვა ყველა რეგიონში სადაც საბჭოთა კავშირი შეეცდებოდა ექსპანსიას იქ ნებისმიერი ფასად ნებისმიერ რაღაცა თუნდაც სამხედრო დაპირისპირების ფასად ამერიკა წინააღმდგომოდა ამ ცდელობას ის მიიჩნევდა რომ არსებობდა უფრო მნიშვნელოვანი რეგიონები ვიდრე ანუ ყველა რეგიონი არ იყო თანაბრად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ამ რესურსების სწორად გადანაწილება ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში აი ზუსტად ის არგუმენტი თეზისი ხო რომ ყველაფრის დაცვა ნიშნავს არაფრის დაცვას იმიტომ რომ რესურსი არ გეყოფა და ვთქვათ ეს ამ ნაწილში საარგუმენტაციო ბაზა ვთქვათ ამ სტრატეგიის რაღაცნაირად გასაგებია მაგრამ აი კიდევ ერთხელ რაც გაუგებარი არის ეს აბსოლუტურად ამომხსნელი რაღაცა ესეთი მტრულთან გათანაბრებული დამოკიდებულება ევროპელი მოკავშირეების მიმართ რომელიც
კრიტიკა გასაგებია და ბევრ რამეში სწორი არის ეს კრიტიკა, მათ შორის თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მაგრამ აი ვთქვათ, აი ეს მიდგომა და თან კიდე ენა ხო ამ დოკუმენტის, რომ აი რას ნიშნავს მაგალითად სტრატეგიული ბალანსი რუსეთთან. რას გულისხმობს ეს უნდა გავიგოთ როგორც ვთქვათ რაღაცა დაკანონება მისთვის გავლენის სფეროების თუმცა ეხა ეს სტრატეგია გასაგებია, ვთქვით ისიც რომ შეიძლება შეიცვალოს 2028 წელს არჩევნებია, ასევე ვახსენეთ მაგას შორის გახეთქილება შიდა პოლიტიკურ პრობლემებზეც ვისაუბრეთ, რომელიც გამოწვეულია ეკონომიკური პრობლემები და ტრამპის რეიტინგიც არ გამოიყურება საუკეთესოდ ამ თვალსაზრისით. და ეს ყველაფერი ვთქვათ, რაც ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ, მაგრამ ხო ანუ აქ რეალურად ჩვენ არ ვიცით დოკუმენტში წერია ამ ქაღალდზე დატანილი რა გახსოვდება და რა არ ახსოვდება, მაგრამ ერთ-ერთი რაც შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რასაც აი მყისიერი გავლენა ქონდა აი ამ დოკუმენტს, რაზეც ქონდა გავლენა, ეს არის აი ამ რუსეთ-უკრაინის ომი და ეს მიმდინარე მოლაპარაკებები. ხო, ანუ რეალურად ეს დოკუმენტის გამოქვეყნება, ინფორმით რა ფორმითაც ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა, თუ რამე დააზიანა და თუ ვთქვათ, რამე დაასუსტა მყისიერად, ეს იყო უკრაინის პოზიციები მათ შორის ამ მოლაპარაკებებში, ხო? მოდი საქართველოსაც ვიტყვი ერთ ორ სიტყვას, ანუ აქაც როგორ თქვა, ეს ემოციური ფონი იყო იმის შესახებ, რომ აი რაღაცა დაიხურა თითქოს, ბევრმა ეს წაიკითხა, როგორც ამ ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული, ან ვთქვათ, ამ დასასრულის აღიარება, დეკლარაცია ამის რომ თვალის გასწორება ამ ფაქტთან და რავი, მათ შორის ბევრი რაღაცა აქედან შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ თავის მხრივ რეალურად ესე რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ანუ საბოლოოდ საქართველოს კონტექსტში ქართული ოცნების დაპირება, რაც იყო 2012 წელს, საბოლოოდ მოვიდა ამ სტრატეგიის მიხედვით სისრულეში, იმიტომ რომ საქართველო ამოვარდნილია საერთოდ როგორც რაღაცა წინააღმდეგობის წერტილი რუსეთსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში. ახლა ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, ნუ ეს იყო ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არჩევნებში გამარჯვების დღიდან. ხო, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაპირისპირების საგანი რუსეთსა და უკრაინას შორის. ამ თვალსაზრისით მე მგონია, რომ წმინდად ქართული ოცნებისთვის ეს მისასალმებელი სტრატეგია არის, თუმცა მე მგონია, რომ იგივენაირად ქვეყნისთვის, რეალურად ქვეყნის ინტერესებისთვის და არა პარტიული ინტერესებისთვის ეს სერიოზულ და მოდი ესე ვთქვათ, არც თუ დადებით ცვლილებას წარმოადგენს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ამერიკა იკეტება თავის თავში და ჩვენ უნდა მოვახერხოთ რაღაცნაირად ამერიკის ინტერესის შენარჩუნება საქართველოში. მაშინ, როდესაც პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლება ამის საპირისპირო სტრატეგიას ირჩევს, ხო, და ვართ ეს სიტუაციაში, რომ თითქოს რაღაცა ერთია ხელისუფლების როლი და ერთია მეორეა ხალხის ნება, რაც მე მგონია, რომ სულ უფრო მეტად ემსგავსება აბსურდს. ხო, ხა თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ რეალურად როგორიც არ უნდა იყოს, ის ვინც არის ხელისუფლებაში, ის განაგებს საგარეო პოლიტიკას და რაც არ უნდა პროტესტი მიმდინარეობდეს სადღაც სხვაგან, ეს არ შეიცვლება ეს მოცემულობა და რეალურად მოგვიწევს იმ რეალობაში ცხოვრება, რომელიც განსაზღვრულია ირაკლი კობახიძის და ზოგადად ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკით. ხო, ახლა ეს ამას თავს ვერ მოვიტყუებთ, მაგრამ ხო, ანუ მეც გონია, რომ რაღაც ეპოქა დასრულდა და ამაზე რაღაცა დიდი საზოგადოებრივი მსჯელობა არის ალბათ პოლიტიკურ წრეებში მათ შორის. ну დავიწყოთ იმით, რომ ეს მოკლედ ნატოში გაფართოების საკითხი, რაც ალბათ ერთ-ერთი ძირითადი ამ იმაში არასდროს არ ქონდა ალბათ ესეთი ილუზია, რომ მალე მოხდებოდა ეს, მით უმეტეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს საკითხი საერთოდ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. ამიტომ ეს არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ უზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის რომ ჩვენ ვამბობდით ნატოში გაწევრიანება გვინდა, თავისთავად სრული არ იყო ყველაფერს გარანტია. ამიტომ ბევრი სკეპტიკოსი ახლა ამბობს, რომ აი ნატო თუ დაიხურა, მე რას ვაკეთებთ და ეს ნატო დახურული იყო ისე ფაქტობრივად რას მოგეთებდით, რამე ვაზრიერებდით თავდაცვას, ან ვინმე პარტნიორი შევიძინეთ, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი იყო, ან არ ვიცი, რას ვაკეთებდით. მე ეს კითხვა მეორე არის ის, რომ გასაგებია, რომ ნატო დაიხურა, მაგრამ
ეს ჩვენი ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ნატო გვინდოდა და უსაფრთხოების გარანტია თუ კიდე სხვა ფასეულობებიც იყო, რასაც არის დემოკრატია, თავისუფლება, გამოხატვის ადამიანის უფლებები და ბევრი ისეთი რაღაცას ჩვენ მეზობელ ასეთ სახელმწიფოში თითქმის არ არის ალბათ, სომხეთში ნაწილობრივ კრიტიკას, სხვაგან ასეთ არ არის, ხო? აქედან გამომდინარე ეს ცივილიზაციული არჩევანი ისევ დგას ჩვენს წინაშე და ისევ უნდა ავირჩიოთ. და ის რომ არ არის რეალისტური დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ეს გასაგებია და უახლოეს მომავალშიც არ არის ეს რეალისტური. მაგრამ საგრძნობ ჩვენ თავს ცივილიზაციურად ევროკავშირში თუ სადმე DST-3-ზე დუშანბეში ან ალმა-ათაში, სადაც იქნებით ტოკაევთან, ვაიდე მუხამედოვთან და სხვებთან ერთად. თუმცა მათთანაც კარგი ურთიერთობა გქონდეს. და მივდივარ ახლა მთავარ საკითხზე, ხო? აი ამ შეცვლილ ვითარებაში. თუ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ის რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს, გამოსავალი არ არის და ამის თქმას ვცდილობ, იმიტომ ანუ ახლა ერთი ისიც არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრატეგია ესე ცუდია, მე შემიძლია წარმოვიდგინო საქართველოს ხელისუფალი, რომელიც შეძლებდა ან იმუშავებდა იმაზე, რომ თქვა საქართველოს რაღაცა განსაკუთრებული როლი ქონოდა ამ ყველაფერში. როგორც მაგალითად აქ ორბანს, ან პოლონეთს, ან რა ვიცი კიდე სხვა ქვეყნებს. ხო, ანუ იქიდან გამომდინარე, რაც თქვით, რომ ტრამპი ესეთი პერსონიფიცირებულია, ეს საგარეო პოლიტიკა ტრანზაქციულია მისი ხასიათი, ჩვენ წარმოვიდგინოთ მართლა პატრიოტულად განწყობილი ხელისუფლება, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაზრდით, პირიქით მუშაობა იქნებოდა. აი ჩვენ ერთის ხო არ ვიყავით წინა ადმინისტრაციამ სანქციებს უწესებდა ამ ხელისუფლებას და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ სუვერენისტების ინტერნაციონალშიც არ არის ქართული ოცნება დაჩნდნენ სიპა კონგრესის დონეზე. კი, ხო, ანუ აქ ეს ამერიკის სიპაკამდე ვერ მიაღწევს თავარი სიპაკი სადაც იქ ვერ მიაღწევს. ხო, ანუ აქაც რაღაცა წარუმატებლობები აქვთ აშკარად და ხო, ანუ რეალურად ახლა ჩვენ რო გავიაზროთ, ანუ იგივე ნატოში გაწევრიანება და ვიცით რომ თქვა ხო ეს რაღაც დე ფაქტო ესეთ სიტუაცია იყო და რეალურად 2008 წელს აღმოჩნდა ისე რომ პუტინმა შეაჩერა საქართველოში შემოჭრით, შეაჩერა ნატოს აღმოსავლეთის გაფართოების პროცესი. მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს ფაქტობრივი მოცემულობა ასეთი არის, მაგრამ რეალურად ჩვენ დავფიქრეთ იმაზე, რამ გადაგვარჩინა, რა იყო ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა და ინტერესი საქართველოს მიმართ, ხო, ანუ ეს კიდევ ერთხელ ანუ მე არ მგონია მე არ ვარ კონყოფილი არც თქვათ იმით უკრაინაში როგორ მოიქცა ან ეს ადმინისტრაცია ან წინა ადმინისტრაცია და არ იმეშლია საკმარისად ეს რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე თვალსაზრისით რაც ქონდა უსაფრთხოების გარანტიებიდან იმ არსენალიდან, იმ არჩევანიდან ყველაზე ქმედითი და ყველაზე სერიოზული იყო ამერიკის ინტერესი და სტრატეგიული მოკავშირეობა საქართველოსთან, რომელიც აღარ არსებობს და აღარ არსებობს ამ სანამ ეს სტრატეგია დაიწერებოდა და გამოქვეყნებოდა მანამდე, ხო, ანუ ეს არის ცენტრალური მოცემულობა. ჩვენ რა შეგვიძლია, ხო, რეალურად. ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები, ვერაფერს ვერ შევთავაზებთ. ბაზარი არ არის ხელა. შეგვიძლია იყო შესაძლებლობა ჩემი აზრით ეს სომხეთ-აზერბაიჯანში ახლა შეთანხმება და ეს ტრიპის პრეზენტაცია იმისთვის, რომ საქართველოს რაღაც ფორმით უფრო აქტიურად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ პლატფორმაზე, ხო? შეიძლება იქ არ ყოფილიყო ვაშინგტონში ხელმოწერისას, მაგრამ შემდგომში ჩვენ ეს გამოგვეყენებინა კავკასიის აქტუალიზებისთვის და საქართველოს აქტუალიზებისთვის ამერიკის ამ ადმინისტრაციაში და თუმცა აქ პირიქით დასკეცდილობენ ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ არის საფრთხე ქართული ოცნებისთვის და პირიქით და ამის გათვალისწინებით ეს სტრატეგია რეალურად ესე როგორ თქვა პროდემოკრატიულად განწყობილი მოქალაქისთვის ამ ქვეყანაში პროდასავლურად განწყობილი მოქალაქისთვის რეალურად არც არაფერს არ ცვლის ამ გაგებით. იმიტომ რომ რეალურად შენი პრობლემა ჯერ ის ხელისუფლება, რომელიც პირიქით ამ ინტერესის და ამ ძალისხმევის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ხო, ანუ ცოტათი გაგვიგზავნა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავედით ბოლოში. იმედია საინტერესო იყო, მადლობელი ვიქნებით თუ გამოიწერთ ჩვენს YouTube არხს, სხვა მხრივ თუ გაინტერესებთ საერთაშორისო პოლიტიკა და ახალი ამბები, თვალი ადევნეთ ჩვენს ანგარიშებს სოციალურ მედიაში. მადლობა ყურადღებისთვის. მე აკაზარ ქუა ვარ, ეს რეალ პოლიტიკა.